მექსიკის ქალაქ ხალისკოში სამართალდამცველებსა და ნარკოკარტელებს შორის მომხდარი 6 სხვადასხვა შეტაკებისას ეროვნული გვარდიის 25 წევრი დაიღუპა. მექსიკაში შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მექსიკის სამხედროებმა მოკლეს ხალისკოს ახალი კარტელის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვანტესი, იგივე ელ მენჩო. ელ მენჩო მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიმინალური ქსელის ლიდერი იყო, რომელსაც ძირითადად ფენტანილი, მეტამფეტამინი და კოკაინი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეჰქონდა. მექსიკის სამართალდამცველებმა მისი დაკავება 22 თებერვალს სცადეს. სპეცოპერაცია შეტაკებებში გადაიზარდა, რის დროსაც ელ მენჩო დაიჭრა. იგი მოგვიანებით მეხიკოში მგზავრობის დროს გზაში გარდაიცვალა, რასაც კარტელების მხრიდან ძალადობა მოჰყვა მთელი მექსიკის მასშტაბით. კარტელების წევრებმა გადაკეტეს გზები და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. მექსიკის უსაფრთხოების მდივნის ომარ გარსიას ინფორმაციით შეტაკებებისას ეროვნული გვარდიის 25 წევრთან ერთად ასევე დაიღუპა ნარკოკარტელის 30 წევრი. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში კრიმინალურმა ჯგუფებმა ძალადობრივად იმოქმედეს, ძირითადად გადაკეტეს გზები, დაწვეს ავტომობილები, თავს დაესხნენ ბენზინ-გასამართ სადგურებს, სხვადასხვა ობიექტებსა და საბანკო დაწესებულებებს. ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებზე მიიტანეს ლაჩრული თავდასხმები. დაკავების ოპერაციის შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ 27 ასეთი ლაჩრული თავდასხმის შემთხვევა ჰქონდა. ხალისკოში 6 თავდასხმა, რომელთა შედეგად სამწუხაროდ ეროვნული გვარდიის 25 წევრი, ერთი ციხის მცველი და შტატის პროკურატურის ოფისის ერთი აგენტი დაიღუპა. დაპირისპირებიდან გამომდინარე მექსიკის რამდენიმე შტატში დროებით დაიხურა სკოლები, მოსახლეობას კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების ინფორმაციით ამ დროისთვის 20 შტატში კარტელების მიერ მოწყობილი 250-ზე მეტი საგზაო ბლოკადა უკვე გაწმენდილია. კარტელის ლიდერის დაკავების ოპერაციაში სადაზვერვო კუთხით მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაადასტურა თეთრმა სახლმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის არმია შეაქეს იმ პირის განეიტრალებისთვის, რომელიც ორივე ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობდა. თუმცა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ძალებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ძალები არ მონაწილეობდნენ. როგორც არაერთხელ განაცხადა, გვაქვს ინფორმაციის გაზიარების პრაქტიკა. შეერთებულ შტატებთან ჩვენი შეთანხმება ფუნდამენტურად ეფუძნება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მოგვაწოდა ინფორმაცია და გამოსცა სადაზვერვო ანგარიშიც. თუმცა მთელ ოპერაციაზე დაწყებული დაგეგმვიდან პასუხისმგებელი ფედერალური ძალები, კერძოდ კი ეროვნული თავდაცვის სამინისტროა. მექსიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკომოვაჭრის ლიკვიდაციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მექსიკის მთავრობაზე ზეწოლას შეამსუბუქებს.